დღეს გამახსენდა რომ სულ რაღაც 2 კვირა დარჩა იქამდე სანამ რედაქტორს წიგნი ან წიგნის იდეა მაინც უნდა მიუტანო. მე კი თავში არანაირი აზრი არ მიტრიალებს. გარდა იმ აზრისა რომ თავში არანაირი აზრი არ მიტრიალებს. ანუ გამოდის რომ ერთი აზრი მაინც მიტრიალებს თავში, რომელიც საერთოდ არაფერში არ მადგია. თქვენთან ლაპარაკს სიამოვნებით გავაგრძელებდი და რამე საინტერესოს მოგიყვებოდით, მაგრამ ამისთვის საჭიროა თავში ერთი აზრი მაინც მიტრიალებდეს. გარდა იმ აზრისა რომ თავში არანაირი აზრი არ მიტრიალებს. ასე რომ უკაცრავად. ეხლა რომ ბანო დიცი რა გამახსენდა? აი შენ გახსოვს როგორ გავიცანით ერთმანეთი? აუ ხო გიო, მე რო რვეულები მეჭირა რო დამეჯახე და რო გითხარი შებირო თქო. აუ გიო, რა მაგარი იყო, ჩამეხ. ყვარელა. გახდი ამ ბოლო დროს არა? გავხდებოდი, აბა იქნებოდა შენი ტაფების გადამკიდე ზეთი მაგათ არ ჭირდებოდა და ერბო. ხوار ვისაუს მოდ? აუ კი. მოდი რა, დრამჭამოთ. ბლინები. რა? ბლინები. რა? ბლინები. ბლინები. ხიხლიყო. ხიხლიყო ბლინები. რა ბლინები? ხიხლიყო რა? მე რო ტკბილი მინდა ჩაისთან. ტკბილი თუ გინდა ჩაის ჩაყარი შაქარი. მოიცა რა. მაინც ბლინებს გავაკეთებ და მოგიწევს შეჭამო. უფ, ხიყლიყოს გამკეთებელი შენ მაინც არ ხარ. საიდან მოიტანა, ვითომ რატომ? აუ, იმიტომ რომ არაფრის გაკეთება არ იცი გიო. აი მე როდიდან არ ვიცი არაფრის გაკეთება? არ იცი. მაგალითად? მაგალითად ჭადის. რა უნდა ჭადს? ცომი და დეტაფაზე და ეგარ. რა? ეს არ უნდა? ისიც უნდა. კარგი. გავაკეთოთ ბლინები. რა? ხარ დაიწყო. გავაკეთოთ ბლინები. ჩუმად იყავი ერთი წუთი. გავაკეთოთ ყიყლიყო. კაი, ხო, მიდი ბლინები გავაკეთე. ყიყლიყოები მინდა. მე კიდე ბლინები მინდა. ო, კაი რა. არაფერი არ გვაქვს გიო. რა იქნა? ის სამი კვერცხი რო გქონდა. რა იქნა და რობერტი მწაიღო, ამას ჩემებს წავუღებო, გამოვაჩეკინებო და ქათმის ხორცი არ მოგაკლდებათ თქვენო. რობერტ რა, რობერტ. ვიღაცას დაბლა ჩასვლა მოუწევს. აუ მე მეზარება და ესე იგი შენ. კარგი. კარგი. კაი, მე ჩავალ. თვალს წყალს დავალევინებ. მიდი გიო ხო. დაბლა ახალი გამყიდველი გოგო მიუღიათ, ისეთი კულულები აქვს. წავალ მე გიო. მე წავალ. არ არის პრობლემა. ჩემშარვალ შთაფულე 20 ლარი აიღე. აუ ჯერ ეს ერთი საფულე თაროზე იდო. 20-იანი არ გაქვს და 50-იანი ავიღე უკვე. პლასტიკური ცვილი. გამატყავე და ეგ არის. დაარწმუნებული ხარ რომ ეს ნინო არის შენი და? ეს ნინო ჩემი და, ხო. ანუ შენ ძმა ხარ? ხო, მე ძმა ვარ. ანუ და თუ დასავით უყურებ? და! მამა ერთი? კი, მამა ერთი. დედა? დედაც ერთი. ხო, ანუ მართლა ძმა ხარ. ხო. მართლა ძმა ვარ და ეხა მართლა მოგკლავს. მართლა? ხო, მართლა. ანუ მე უნდა გავიქცე ხა. არა, მართლა უნდა მოგკლავ, დო.
ჯერ ჩემი ცოლი, ეხლა ჩემი და. მოკლა, მაგრამ რომ მოკლა ვიცოდე. ბებია ჩემია მკვდარი და იქ იმას არ მიეკარი. გაჩერდი რა ლაშა ხოლმე უმნევი არ ვიცოდი არაფერი რა შენ გაჩერდი ეხლა ჩემი ცოლი მეუბნებოდა ნინოსთან მივდივარო შენ მეუბნებოდი ჩემ ცოლთან მივდივარო მე მგონა კარგი მეგობრობა მქონდა თურმე ვაიმე რა დღეს ლაშა მომისმენე ყველაფერს აგიხსნა რაც ამიხსნი რას კარგი რა ლაშა რა საიდან უნდა მცოდნოდა რომ შენი დაიყო ბანანის ფორმა ეცვა ეს გოგრის და როგორ მიხვდებოდა მერა არა მე კი გავცვალეთ და მევიხავი მოკლა ბიჭო შენ მოკლა მოდი რას გადამეგიდე დო რა გინდა ბარემ ტყუპი და იდაშულა მიმყავს ბიდი და ბარემ აუ რა დარჩა ხა რა დებილია დავიღალი ამ კარების გახსნა დაკეთვით რა ვაი გამარჯობა მაიკო და ნახვამის რა რიგიო? სულ არ გაგიხარდა ხო ჩემი დანახვა? აი ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ამას ვიტყოდი შენ დანახვას თორნიკე მოსულიყო ის დამენახა ჯობდან აუ რა საყვარლად გუზრუნებ რა დავინახეთ ამ უნდა რომ გავიდე და ვიფიქრე შეუვლითო ვიცი მარტო ყოფნა არ გიყვარს აუ მაიკო 1000 ჯერ გითხარი თავი დამანებე და კიდევ ერთხელ გეუბნები რა ხო და ესე იგი 1000 ერთხელ გაქვს უკვე ნათქვამი მომისმინე ხა შენ აი ეგ დაჯერა კარგად დაიმახსოვრე თამნა მე მიყვარს ყველაზე მეტად და ჩვენ შორის კიდე რაც მოხდა ის იყო შეცდომა მე ეს უკვე გავიგე და ძალიან გთხოვ რომ შენც გაიგო თამუნას ისე მაგრად უყარო რო გაიგო რომ უღალატე მაპატია ხვდები აი შენ წარმოიდგინე მე ის გაპატია რომ თამუნა მოიყვანე ცოლად და ჩემთან მხოლოდ ერთხელ უღალატე აი წარმოიდგინე როგორ მიყვარხარ მე გიყვარო არა ის კიდე საერთოდ არ მიცნობ და როგორ გიყვარო ვაიმე გიო როგორ არ გიცნობ მე თამუნაზე უკეთესად ვიცნობ. იცი რა მახსოვს? პირველ კლასში რომ სულ ტიროდი. აი მეოთხე კლასამდე რომ კითხვას ვერ სწავლობდი. ცხვირში რომ იჩიჩქნებოდი, მაშინ როცა გეგონა რომ არავინ არ გიყურებდა. აი ეგეც კი მახსოვს. რა? რა და მე შენი პარალელური კლასელი ვარ და პირველი კლასიდან მიყვარდი. ლაშა დავშვიდე ერთს. მართლა თქობები არის. დავშვიდე. ძალიან ჩემს პირად ცხოვრებაში ნუერებ. მე რას ვერებ? შენი პირადი ცხოვრება თვითონ მოვიდა ჩემთან და ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა. აი ეს რა. გოგოს რაღაცა ეჩხუბები ხარ. რას გადამეკიდე ბიჭო, რა გინდა დრო? ლაშა, დავშვიდე, რა გიხოთ? პირდები, აცი, გოგოს რო გავისწრებ, ჯერ ვკითხავ, შენი ხო არა ვინმე და მე ვეთქვი საიდანაც მეცნობი თქო, მაპატიო. რა გაპატიო, ნო. როგორ ვერ მიხვდი? შეხედე როგორ მგავს, როგორ ვერ მიხვდი, ჰა? უი, ისე მართლა გავს. არა, ბიჭო, სექსის დროს ერთი-ორჯერ კი გამახსენდი, მაგრამ ვიფიქრე ხარ, რა დროს ლაშაა თქო და აღარ მოგიწევ. აუ, შენ დაგახსენე, იცოდე. მოდია. დავში ნუ მით, ოპერაციებია. შენ ჩემი პარალელური კლასელი არ ახარ. ვარ. ალბათ იმიტომ არ გახსოვა, რომ შენი დაწყებითების მასწავლებელს ძალიან მოკლე კაბა ეცვა და სხვა გოგოებს ვერ ამჩნევდი. შენ ჩემი პარალელური კლასელი იყო, ძალიან კარგად მემახსოვრებოდი, გთხოვ რა. ხო, რაღაც არ ამგონია გიო. იცი, მაშინაც ესეთი ლამაზი კი არ ვიყავი. მაშინ ვიყავი დაბალი, სუქანი, შავი თმა მქონდა და სქელი წარბები. მოიცა, შენ თამას გონჯუა ხარ? არა. აბა მაგნაირი სხვა მეტი არავინ არ მახსენდება. და ეგეთი თვალები ქონდა შენ სკოლაში? ხო, შენ წარმოვიდგინე კი. კარგი. ვაიმე. არ მახსოვ ხარ? გიო, იცი რომელი გოგო ვარ მე? აი გახსოვს ექსკურსიაზე რომ ვიყავით და მე ერთ გოგოს ფეხი რომ გადაუტრიალდა და შენ ავტობუსამდე ხელშეყვანილი რომ მიიყვანე. არა, ეგ გოგო შენ არ ხარ. ხო. ეგ გოგო არ ვარ, მაგრამ აი ის გოგო ვარ, გზაში ერთ გოგოს რომ დაეჯახეთ და მე ის გოგო ერთი კვირა სახლში ტვინის შერყევით რომ იწვა. ბოდიში რა. ბოდიში. მოკლედ გიო. მე შენ დიდი ხანია მიყვარხარ. აი იმის შემდეგ რაც ჩვენ სექსი გქონდა. შურნად იყავი. თველი გქონდა და მეორე დღეს მითხარი. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდაო. აი მას შემდეგ ვცდილობ რომ დაგივიწყო, მაგრამ ხო არა, დაგივიწყე კიდევაც.
ხო და მე ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს, თითქოს ყველაფერი ახლიდან დაიწყო და ვფიქრობ რომ ეს ნიშანია. რა ნიშანი არა მეტი და იღბალი კიდე მომისმინე რა. მე თან უნდა მიყვარს გაიგე და შენ ჩვენ ვერ დაგვაშორებ. ვა. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული კი არა, ზუსტად ვიცი. მაშინ ერთ რაღაცას გაჩვენებ ჩემ ტელეფონში. რა მაჩვენებ, არ მინდა. ნახე. ეგ რა არის? ეს ის არის რომ იმ დღეს მთვრალი რომ დაგტოვეს, შემოვედი და სურათი გადავიღე, ვითომ რთველი გქონდა, ასე ვეთქვი თამუნას. ხო. წაშალი, გოგო. ეხლა წავედი მე თორემ თამუნა რომ მოვიდა სირცხვილია აქ რომ ნახოს გიო. მაიკო, წაშალი. ლაშა, გაჩერდი ხა. დამშვი. ხო ლაშა, ხო წადი რა. შემთხვევით მოხდა ლაშა. აი გოგოს ხო ხედა? ვინ გოგოს? აი ქერა. ხო მე შენ ვინმე ხო არა? არა? ხო და რა კაი გოგოა შეხედე ბიჭო რა. ისე მართლა კაი გოგოა. ხო? რა მაგათანზია? ეს მოდი. გემოვნება. მოკლავდო. იმაიც ნუ გალაპარაკო. მას მაინც ნუ გაიგე. კი არა და მაიკო რა, მაიკო. არა, თამუნა რა. აი მოვიდნენ. უნამუსო ხარ. ვითარ მოგვეზრდათ ეს სისულელეები. ანდამე ისეთი მოიფიქრე რომ ვერ მივხვდეთ რა. კარგით რა, ბავშვები ვით იქცევით. მოიცე, რატომ მეჩხუბებით? კარგი რა, გიორგი რა, კარგი რა. ვაიმე, კარგით ხო, ბოდიშით. რა ბოდიშია, ნუ აი ხედა. არ ხსვენი, ამხელა კაცი ხარ რა. მოიცათ ერთი წუთით, რატო გიხდით ბოდიშს, საერთოდ ვერ ხვდები, რა გინდათ? ნახე რა დღეშია რა. თავს ნუ იკატუნებ. მოიცა, ეხა იმიტომ არ დაგვიბარე ვითომ აქ მე და ზურა რომ შეგვარიგო? კაცო, ვაიმე, რა მოიგონეთ, რა სისულელია, სულ სხვა რამისთვის დაგირეკეთ. არა, ისე კარგი იქნებოდა თქვენს თუ შერიგდებოდით. არ გინდათ და ნუ გინდათ, მაგრამ მე სულ სხვა რამისთვის დაგირეკეთ. რა ხდება? რა ხდება და მოკლედ იმიტომ დაგირეკეთ, რომ ეს ამბავი ეხება მე თამუნას და კიდევ ერთ ადამიანს. რა, ერთ ადამიანს? აქ რატო დგევა? არ ვიცი. მოიცა, ვინ ერთ ადამიანსა? ვინ ერთ ადამიანს და აქ რატო დგევართ კიდე? არ ვიცი, მოდი დაჯეკინე, რა გთხოვთ, მოდი. თამუნა არ არის სახში? თამუნა არ არის სახში, საყიდლებზე წავიდა. ვაიმე, რაღაცა იყიდა. და მე რატო არ დამირეკა? ვაიმე, კიდე იყიდა. იცი, იმიტომ არ დაგირეკა რომ ძალიან დაკავებული ხარ შენ კლიენტთან ბარებში სიარულით და მაგიტო. და უნიჭიერესი მწერალი ლევანთო დუა როგორ არის? ვაიმე ზურა, ეგეთი სახით მარტო მამა ჩემს კითხულობდი ხოლმე. ლევანი ძალიან კარგად არის. და აუცილებლად გადავცემ რომ მოიკითხე. ვაიმე. ამდენი ფული საერთოდ არ ქონდა და როგორ ყიდულობს ამდენ რაღაცეებს? კაი, თქვი რაო, რა ხდებაო? არა, ავასწრებ, აბა რა ავასწრებ. მე მეთქე ვაინდა. არა და რამდენს ვაგინებ ხოლმე, ვინც სადარბაზოშია ლიფში ფსამს, არა და იქნებ როგორ უჭის ადამიანს. არა, უშავს მამუკა, გეყოფ ამაზე ფიქრე, ყველაფერი კარგად იქნება, ახლა სახში და ნამდვილად ყველაფერი. ერთი წუთით დამელოდეთ. მამუკა. მე მეუხსენე თქვენ? გიგებოდა მეც. ვის დამიბრძანებით? მამუკა გიპასუხებ და გეწყინება. მართალია ჯერ ჩავთვალე. ვაი. ჩაღლაპა. 5 თეთრიანი არ გაქვს? არა. 10 თეთრიანი? არა. ერთად შემო ვის გავაყოლებ დედაჩემ. აი, მე მაქვს. მამუკა. მე მესმის შენთვის ცოტა უხერხულია ჩემთან ერთად ყოფნა, მაგრამ ისე დროა მოეშვა. ღირსი არ არის მართლა რომ მოეშვა და ვაი, ვერ მივასწრებს ახლამდე. არა, ჯობია ვიქნები ეს დაძაბული, ხო? ვაი, რა მალე ამოვედით. მოიწევთ. მე მგონი გავიჭედეთ. გავიჭედეთ? რა? რა ვიცი, კარი არ იღებოდა, ეს არ იძვრის და აუ, ეხლა ამის დრო, ეხლა, ვაი, მე ისე დაძვირს. აუ.
ხო, მართლა რა უნდა გითხრათ. მოკლედ, ძალიან მოკლედ მოგიყვებით ამ ამბავს. ყოველგვარი მოკიბის გარეშე. იცით რა ხდება? არა, თქვენ ჩემი ძალიან ახლო მეგობრები ხართ და რატო უნდა დავიწყო ხარ რაღაცა? რატო უნდა დაგიმალოთ საერთოდ? მოკლედ გეტყვით ძალიან. ესე იგი, ძალიან კონკრეტულად მოგიყვებით ამ ამბავს. იცით? მოკლედ. არა, მეგონა რომ უფრო დიდხანს გაკაჩავდა. დებამ. რა? არაფერი. ბიჭო, მოკლედ რა, ყოველგვარი მოკიბის გარეშე გავაჩიცე. ხო. კარგი, ყოველგვარი შესავლის გარეშე გითხარი რა ხდება. და ყოველგვარი მოკიბის და შესავლის გარეშე. ხო. მოკლედ. აი ეს გოგო ხო გახსოვთ? მე რო ხო ხდებით. ხო და აი ეს გოგო გადმოვიდა ჩემი კარის მეზობლად. ეხლა. და თამუნას რაღაც პონჩი დაუდაქალდა. ხო და ეხლა ეს გოგო ისევ მეუბნება ჩემთან რომ უნდა ხო ხდებით ეხა რა. ხო და იმ დღეს მე დავთვერი და აი აქ მეძინა. მოსულა ეს გოგო და ჩემთან სურათი გადაუღია, ვითომ მე და მაგას ხო ხდებით. წარმოიდგინეთ ეხა მაშანტაჟებს რომ ვითომ მე და მაგას რაღაცა გქონდა. და ეს უნდა რომ თამუნას ანახოს ვითომ მე და მაგას რაც გქონდა ის ხო ხდებით და ხო ხდებით რა ეხლა. მოიცა. ანუ ხო ხდებით და ის გოგო თქვენი მეზობელია? ხო. და ჩვენ რა შუაში ვარ? რა შუაში ვარ ჩვენ რო დაგვიბარე? აგაიცი, ვაშა. გაჩერდი. დაწმენდი. მოდი აქ, არ დაგარყო, მოდი აქ. დავშენ. მოდი აქ. აი ხა შეხედე. აი ეს. დეიდა ჩემია. აი ეს. მამიდა ჩემია. ხო. ეს ბიძოლა ჩემები. ბიძაშვილები ხო აი რაჭაში. რა მადარა ხარ? ხო. ეს ჩემი ნათლული. აი ხა მათ სახები კარგად აიმახსოვრე. და სადმე რო შეხვდება არ მიეკარო, თორე. აპატიერა გეხვეწები და. აპატიო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ხო და მეორე შემთხვევა რომ რო არის, მაგიტო გეუბნები რომ ცოტა წინ წავიდეთ ლაშა. არის სირბილი, რამდენიმე ვიღაცასთან რაღაცას ვიზავ და ის ვიღაცა შენი ახლობელი აღმოჩნდება, მაგდენით ვირბინეთ, მოვკვდებით ძმაო. ბოდა ბიჭო შენო. ხო რა ვიცი მაგ. რამდენჯერ უნდა გაპატიო უკვე? ცოლთან 24 ჯერ დასთან 4 ჯერ. 3 ჯერ. მოდი. მოდია. ლაშა გაჩენ. დავშენ ცოტა ხანია. ნიო შენ კიდე შვეში მაინც? მეც დავიქო. ხაგა. ისე ლაშა. მაშინდელის მე ტრენაჟერების მე უკეთეს ფორმაში ვართ რა. უფრო დიდი ხანი გავკაჩეთ. წამებით მოხდა. კარგი ვარ, ნენერა, წამებით. წამებით არა, ლაშა. მოდი. დაიცა. დილა, ვიჟები ვიტადია, დილა. მე უნდა მოხდა იცი. და ჩვენ რა შუაში ვარ? რა შუაში ვარ ჩვენ რო დაგვიბარე? მე მინდა რომ იმ გოგოს დავასწრო და პირველ მოუთხრა თამუნას ეს ყველაფერი. რა ზარწმუნი ხარ გიო? აუ მე უნდა უთხრა რა. დასაკარგი მაინც არაფერი არ მაქვს. ყოველ შემთხვევაში ანგარიშზე მაინც. მოიცა, ანუ თამუნას უნდა უთხრა რომ გოგო, რომელთანაც ხო ხდებით, თამუნას კარის მეზობელი და მეგობარია? ხო. ძალიან ცუდი იდეაა. არა, ცუდი იდეა არის გიოს რო ეთქვა ყავას გაიკეთებდო და ეს არის ძალიან ცუდი იდეა. არა, მაინც გაიგებს და რა აზრი აქვს? ჯობია რომ გვიან გაიგოს, იცი რა, მასეთ რაღაცას ვაკეთებდი ქეთისთან და რედაქტორთან. ხო, ზურა. და სწორედ ეგ არის შენი სტაბილური ოჯახის და წარმატებული კარიერის საიდუმლო. ხო, ჩაგზურე. არა. მე გადაწყვეტილი მაქვს რომ თამუნას ეს ყველაფერი უთხრა და თქვენ იმიტომ დაგირეკეთ რომ თამუნას რომ ამ ამას ვეტყვი ხო ხდებით არა და თქვენ რომ მომეხმაროთ დაწყნარებაში. მოიცა გიორგი, ჩვენ აქ ვართ და შენ და თამუნა ანუ ხო ხდებით და ეს ანუ ხო ხდებით სხვა არის, ხო? ხო. არა, აი, წარმოგიდგენია თამუნა რას იზავს? ხო, კეთი შენ მაინც წარმოიდგენ, მაინც ქალი ხარ და არღის. გაფრთხილება. ქალები, ბავშვები, მოხუცები და სუსტი გულის ან გულის ოპერაცია გადატანილი ადამიანები ნუ წარმოიდგენთ. გმადლობთ. მოკლედ, თქვენი იმედი მქონდეს? არა. არა. არა, გაგიჟდი?
რა ჩვენი იმედი და საერთოდ რა იმედი? დაგავიწყდა თამუნა როგორია? თუ დაგავიწყდე, შემიძლია გაგახსენო. გიორგი. არა, რა უნდა მოიფიქრო რა. უთხარი რომ სადმე გადავიდეს სხვაგან. ან საერთოდ დაგანებოს რა თავი. ვაიმე, ვეუბნები და უთხარი, მაგრამ არ მანებებს თავს. მეტყობა ძალიან სექსუალურად ეუბნები, რომ დამანებე თავი. ისე არა? გავიჭედეთ. დაწყნარდი, დამშვიდი, დავი, ხო, წყნარად, რა გათო წყნარად. შენ კი არა, ჩემ თავს ვაჭრობ, ჩემ თავს ვაწყნარი. ძალიან ცუდად ვარ. იცი, დახურული სივრცის შიში მაქვს და აერი აღარ მყოფნის ცუდად ვარ. დიდხანს ვერ გავჩერდებით. ნუ ახლა დიდხანს ვერ გავჩერდები აქ. ისე დახურული სივრცის შიში თუ გაქვს, შეიკიდებით ხოლმე პატარა სამზარეულოში. იქ არ ხდები ხოლმე ცუდა? კარგი მაგისტრა. ისე შენ ცუდად გამოიყურები. შენც გეშინია? რაღაცა მეშინია კი არა. შენ გამო დედაზე სულ ნერვიულობ და ეხლა ერთი სული მაქვს სახში როდის ავალ და როდის დავამთავრებ ნერვიულობ, თორე შეიძლება ცოტას და აქვე ავნერვიულდე. მამუკა. არ ვიცი შენ რა გონია, მაგრამ მე 1000 ჯერ მithქვამს და კიდევ გავიმეორებ. მე მანჩო მიყვარს და იმიტომ მინდა რომ ცოლად მოვიყვანო. მე ძალიან მიყვარს მანანა და ზუსტად მაგიტომ არ მინდა რომ შენ მოიყვანო ცოლად. მე δεν είπα να κάνω რა. თორსა რაგინა ასაკშია დიდი სხვაობა. მამუკა, მესმის რომ რთული გასაგებია შენთვის. ცოტა ხნის წინ რომ გეთქვა, მეც ვერ დავიჯერებდი. მაგრამ რა ვქნა, მართლა შემიყვარდა. ეხლა მივხვდი, რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ ქონია. არ მაინტერესებს. მაინც ვერ მოიპოვებ ჩემ კეთილგანწყობას. რატომ? რატომ და ჯერ ერთი დედაჩემი მოყავს ცოლად. თან ექიმი ხარ. და შენ გამო წუსნებზე ვერ წავედი. ეხლა წესით, სანგარში უნდა ვიწვე, ესე ტალახში. უნდა იყოს თხეში და ჩემზე ესე პირდაპირ თავზე უნდა მოდიოდეს ტანკი. ორი ტანკი. და ამის თქო შენ გამო მივდივარ ლიფტში. ანუ კარგი გაგიკეთე თუ ცუდი? მოდი არ გინდა ხა რა მაგაზე ხო? და საერთოდ მოდი არ გვინდა ლაპარაკი რა. უბრალოდ ესე ჩუმად ვიყოთ რა. კარგი? მე ლაპარაკი რა, შენთან ლაპარაკის დროს ცოტა მშვიდები. კარგი, რა უნდა გელაპარაკოს რა. მე ესეზე იფიქრე, რას დაგამშვიდებს. კარგი. ო, დედაჩემზე არ იფიქრო იცოდე, კარგი? კარგი რა მამუკა რა. ვაიმე. რა? ვაიმე, აღარ გადარჩენას. რატომ არ მიდის რა? რატომ არ მიდის? აღარ შემიძლია, ცუდად ვარ. წნარდი დიმიტრი, არაფერი ისეთი არ ხდება. სირცხვილი ამ კაცმა ჩემგან უნდა აიღოს მაგალითი. ბოლო-ბოლო მამად ვეკუთვნი. ცოტა დრო დასჭირდება ალბათ და იმედი მაქვს მალე დავმეგობრდებით ან დავმომაშვილდებით. ნეტა ის რას ფიქრობს ჩემზე? ეს უმცროსი ეს. დამშვიდე მამუკა, თავი ხელს შეიყვანა, სირცხვილია. მაგრამ ის არ არის სირცხვილი დედაჩემი რომ მოყავს ცოლად. რა კარგია სხვა რამეზე რომ გადავიტანე ყურადღება და იმაზე აღარ ფიქრობ. რა მინდოდა ეხლა რა ვქნა? ეს ვაზარად უნდა ნეტა ამას. არა, რეალს ფიქრობ ბიჭო. ნეტა რამდენი ლიტრი ჩადის. არა მეთქი რა სისულელია. გონი ვაზა კი არა ღამის ქოთა. კარგი ვიცი რომ არ არის, მაგრამ ხომ შეიძლება რომ გახდეს. და სიცხული რომ არის? ის უფრო სიცხული არის რომ? მაგაზე ფიქრის კი არ მინდა. ნუ მეფიქრები. ვაიმე, მე მგონი ცოტა ხანში მე წასვლა მომიწევს. იმიტომ რომ სავარაუდოდ თამუნას ძალიან ძიმე ჩანთები ექნება. და ხარა ვერ აკეთება. თამუნას მაშინ რო უთხარი ღალატის ამბავი ჩვენ დაგვირაკე, ხო? ხო, და თუ ჩვენი დახოცვა გინდა თქვი პირდაპირ რაღაც გვიმალა. გახსოვს მაშინ რეები მოხდა. ვაიმე. ეს 3 წლის წინ იყო. როგორც ხედავთ, მას შემდეგ გიორგის სახში ბევრი არაფერი შეცვლა. სამაგიეროდ ბევრი შეიცვალა ჩვენში. მაშინ მე და ქეთი ერთად ვიყავით. უზომოდ, აი ძალიან შეყვარებულები და ბედნიერები. გიორგის და თამუნას კი წინ ცუდი დღე ელოდათ. გიორგის გადაწყვეტილი ჰქონდა თამუნასთვის მოეყოლა ღალატის ამბავი. ო, სათხართ რა? თამუნ? ო, რაჭიქ რა, ორი წუთი დაგტოვეთ და ვაიმე. თამუნასთან უნდა შევიდე მე და ყველაფერი უთხრა. ვიცი, დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებული ვარ. ბიჭო, მე ვერ მოვატყუებ რა, არ შემიძლია რა. უნდა შევიდე და ყველაფერი უთხრა. აუ, ისე იძახის თითქოს ერთი კვირის წინ ამას არ ეღალატოს თამუნასთვის. კაი, ბოდიში. არ მინდოდა რომ მეწყენინებინა. კაი, მოკლედ უნდა შევიდე. ვაიმე, აბაზანაშია რაღაცებს რეცხავს. ხო. ვაიმე, მითხარით რა, რამე რა.
აუ, იცი ზურა რა საყვარელია. დღეს ლოგინის წინ ჭუჭყენასკევით გულის ფორმა გამიკეთა. რა ნასკები გოგო გავამხნევეთ რაღაცა მითხარით აღარ შემიძლია. ხო, კაი, მიგიშინია, შემთავარი არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება, ხო იცი რომ თამუნას უყვარ ხარ, გაგიგებს. თავარი არის ის რომ შენ კარგად იქცევი წესიათ იქცევი. აუ, რა საყვარელი ხარ, როგორ ამხნევე. აუ, კარგით რა. მოდი. არა. მოკლედ უნდა შევიდე მე. კაი. ვაი. იცი რა არის? აი ხა უყურებ და მგონია რომ ბავშვს ომში უშვებ. ой, ხა ესენი იჩხუბებენ ხოლმე და მე სულ ჩვენ უნდა ვარიკოთ, ხო? თამუნას არ დაავიწყდება, ყოველთვის ამას გაიხსენებს, მე ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის ამას შემირგებლები, აუ მეზარება რა. ყველას არ ვიჩხუბებ. არასოდეს შემოპატარა. როგორც მახსოვს, ეს არასოდეს ზუსტად ერთ თვეს გაგრძელდა. უთხარი? აი მე უთხარი რაღაცის თქმას ვაპირებ თქო და ნახე, აი. მოიცი. ხო იცი რომ თამუნას უყვარ ხარ, ისე ძალიან არ გიჩხუბება. ხო. ასე რომ მიდი. გიში. კარგი. მიდი. გიორგი, მითხარი რა ხდება? თამუნა, ხო იცი როგორ მიყვარ ხარ? როგორ? სიგიჟემდე. აუ, მართლა? კი. მაშინ თავიდან მითხარი, მიდი. ხო იცი როგორ მიყვარ ხარო? თამუნა, ხო იცი როგორ მიყვარ ხარ? ვიცი. სიგიჟემდე გიო. არა, მოიცე. არა, უფრო ზუსტად გეტყვი, იცი როგორ მიყვარ ხარ? აი, თვრალი კაცები მთელი 1 საათი ერთმანეთს სიყვარულს რო უხსნიან ხოლმე, აი მაღალფარდოვანი სიტყვებით. მე მართლა მასე მიყვარ ხარ. ვიცი, გიო. მინდა რომ ეს კარგად გახსოვდეს. მე მახსოვრება, გიო. არა, სულ მინდა რომ გახსოვდეს. არა, სულ მე მახსოვრება და რა იყო, მოხდა რამე, გიო? აი მე რაღაც უნდა გითხრა. გადაჯექი იქით. არა, მე დავჯდები. იმ დღეს ქორწილში რო ვიყავი, გახსოვს? ახლა აქ ისეთი რაღაც მოხდება, რომ ჯობია ხმა გაუთიშო. ერთი წუთით. არა, ერთი წუთით. არა, ჯობია თავი დავისვიოთ. ესეთი სიჩუმე რომ არ იყოს, ამას მოგიყვებით. მოკლედ, ერთხელ მე, გიორგი, ნიკა, ეკატერინა ვართ და აუ, გონი ამათი ყურებაც აღარ შეიძლება უკვე. ჯობია ვეთით ოთახში გავიხედოთ. ერთი წუთით თქვენ აქ დამელოდეთ. მე ვნახავ რამე ისეც ხომ არ ვაკეთებთ. მე და კეთი და დაგიძახეთ. კიდევ კარგი, ჯერ მე შემოვედი. რა კაი დრო იყო. ხო. აი, ახლა შეგიძლია შემოხვიდეთ. ესე იგი მე შენ რო წვიმაში გელოდებოდი იმ გამე შენ ამასობაში მღალატო. არა, გთხოვ. მე მგონი რაღაც ძალიან ცუდი ხდება და რაღაც უნდა ვქნა. ხო, ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. ვაიმე რა საყვარლად კი ესე გაგრძელება შეიძლება მოდი ჩემთან. კარგი რა. გიორგი, ხო ხტები რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია. გთხოვ, წადი, გთხოვ. ეხოცები, ხო იცი როგორ მიყვარ ხარ რა, კარგი რა. აუ, თამუნა. კარგი გეგუდარები. მე რა საყვარლად ჩხუბო. აბა, მოდი ჩემთან. Dimitri. ლამაზი ღამის კოთანია. ღამის კოთანი? ეს ღამის კოთანი არ არის. ვაზა. იმ დღეს მანჩოსთან ერთად ვიყავი მაღაზიაში. მანჩოს ნოეძახე. დედა შენთან ერთად ვიყავი მაღაზიაში. კარგი, მანჩო დაუძახე. მოკლედ, მოეწონა. სიურპრიზს უკეთებ. არ იცის რომ იმაქვს. არ იცის? ეგ ძალიან კარგია. რატო? შენ თვითონ ხო თქვი რომ სიურპრიზია რა? ხო. დიმიტრი. შენა, გინდა დამნაზრებდეთ რომ გავავსებ მაგვასას. აჩა, რატო უნდა გავავსო? რა ვიცი ხა შემომოწმო თქო რა, იქნებ გამზარულია რა, ისი რა ხდება რა? მომეწონა. შემომოწმებია. ყველაფერი რიგზია. მადლობ. არაფერს. კი. დიმიტრი,
იქნებ კიდევ ერთხელ შევამოწოთ რა, ხელმეორედ, რა, დაზღვეულები რო იყო და. შენ რაღაცა ცუდი ფერი გაქვს. ხელი არ მაკლო, ხელი არ მაქვს საერთოდ. მით უმეტეს როგორც ექიმ არ მაქვს, ხელი ძალიან თქო. კარგი, არ გახლებ, მაგრამ მართლა ცუდი სახე გაქვს. ხო კარგად ხარ? არ ვიცი როგორ გითხრა. მითხარი. მამუკა, მე ვიცი როგორც უნდა უთხრა. აი ასე. მამიკო, ფისი მინდა. დიმიტრი. ორი ამბავი მაქვს შენთვის, ერთი ცუდი, ერთი კარგი, რომელი დავიწყო? რა ვიცი. კარგით. პატარაზე. რა, პატარაზე. ანუ კარგი ამბავი არის ის, რომ პატარაზე. ეგ გავიგე, მაგრამ რა პატარაზე. ცუდი ამბავი არის ის, რომ ტუალეტში მინდა და კარგი ამბავი არის ის, რომ პატარაზე. ამიტომ იქცეული ესე ცუდად. ესე იგი ძალიან გინდა? აი როგორც შენ გინდა ლიფტიდან გახცევა, ისე უნდა ჩემს შარტს ჩემი ორგანიზმიდან გახცევა. მაბატე, ხო მაქვს წყლის შარტს რომ გადალებ. არა, მე მესმის შენ, ალბათ ძალიან ცუდად ხარ. აი მე როდემდე უნდა ვიყოთ ასე რაღაცა უნდა გავაკეთოთ, ხალხო გვიშველეთ. ვინ გაიგებს ეგ გვიშველეთ? რა ვიცი, დავიწყე, უნდა დამიჯეროს, და ახლა დამიჯეროს, მე რა გვემოშვება და მე მომაშვება. არა, მე ძალიან ცუდად ვარ. შეიძლება გული წამოვიდეს. ძალიან ცუდად ვარ. აერი არ ყოფნის. ვიშველეთ. ეხლა ამას გული რომ წავიდეს, ფაქტობრივად მარტო იქნები ლიფტში. არა, კარგად ვარ. ასე იგი გული რაღაცა გივა? აი მე გვიშველეთ ხალხო, გვიშველეთ! გვიშველეთ, კარი გაგვიღეთ, გავიჭერდეთ ჩვენ! ვიშველეთ! ცოტათი მაინც გააღეთ კარი! ძალიან მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ. იმ დღეს ვიხსენებ კინოში რო ვიყავით. მოდი აქ. ეგრე საფალ მაინც ვერ მიხარ. ვერ გეწევიდო. მოდი. რა ხდება ძმაო? იცი რა, აი ამ ტიპმა ჯერ ჩემი ცოლი, მერე ჩემი და. თქოაზე. მარტო. არ ვიცოდი. მიდი ჯიგარო მიდი. გიო, ეს შენი ბარათი? ვაიმე. მეგონა რომ ეს ბარათიც გაყიდე და იმ ფულით კიდევ რაღაცა იყიდა. ათხელებულა, გაგიცვეთია თამო. მაინტერესებს, იცი? შოპინგზე რომ მიდიოდი, ჩემთვის არ უნდა გეთქვა? შენ არ გეცალა ქეთი? არა, ხო, არ მეცალა, მაგრამ აი რა იცი, იქნებ მომეცალა მერე. ქეთი. მაცადეთ ხარ. თამუნა. ერთი წუთით რა. რაღაცა უნდა გითხრა და ძალიან გთხოვ რომ გაგებით მოეკიდო. კრიმინალის გაზრდას ვეკიდები გაგებით გიო და რა უნდა მითხრა? არაფერი, ქეთი მანიკდოტი მომიყო და ეხლა მივხვდი. კარგი რა. თამუნა, ერთი წუთი მოკლედ. მართლა ძალიან სასაცილოა. ძალიანო. ერთი წუთით რა. გთხოვთ. თამუნა. მოკლედ, ეხლა რასაც გეტყვი შენ, ძალიან რთული მოსასმენი იქნება შენთვის, მაგრამ გიო, ნუ მაშინებ ძალიან გთხოვ დროზე მითხარი რა ხდება. რა ხდება და რა ხდება და ჩვენი პრეზიდენტი რო იყო ედუარდ შევარდნაძე. ხო, ძალიან ცუდად ყოფილა და ავადმყოფობსო ძალიან. ხო. ეს რა მითხარი, ქეთი, კაი. ცოტა უკეთესი ვერაფერი ვერ მოიფიქრე. უყვარს. აუ ერთი წუთით რა. გთხოვთ. კარგი. კაი. დამეხმარეთ. თამუნა. ეხლა რაც უნდა გითხრა, მე უფრო ადრე უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ მოვასწარი და ვერ გითხარი. მოკლედ მე არალო რუდილო დელა რუდილა არალო რუდილა დელია კარგი რა გთხოვთ რა აღარა მაქვს ნერვები რა გთხოვთ რა გინდა გენიალური სიმღერა თამუნა შეგიძლია მითხარი ბოლოს და ბოლოს ვისი თქმა გინდა ვერ გავიგე რისი თქმა მინდა რისი თქმა უნდა და იცი რისი თქმა უნდა რომ მე დასურავრიგდები. კარგი ხო, დავშვიდით, დაწყნადი ღრმად, ჩაისურხეთ და ყველაფერი კარგად იქნება. მიდი ახლა შენ დამაწყნავე. დაწყნადი. დავშვიდი ღრმად.
გუგეშინია ყველაფერი კარგად იქნება დიმიტრი. ვიღაცა მოვა და გამოგიყვა აქედან. მაგრამ რომ არ მოვიდეს და არ გამოგიყვა საგვეშველება. გვიშველეთ. კარგი დაწყნარდი შეჩემა, რა გჭირს? რა მაგარია, შეჩემას ვეუბნები და თვითონ ვერაფერს მეუბნება. შემთხვევით თუ მოვიდა ვინმე, თორე აქ ვინ მოგვაგნებს. მაინც თქვენ ამოწმიდეთ, კათაქსირებულები ესენი. თქვენ სახლებში წაეტრიათ და იქ გააკეთეთ ეს სიბინძურეები. დღეს კადრულობენ აქ. ქალბატონო, გვიშველეთ? ქალბატონო, კიდე გათახსენებული დავიძახეთ და რა თქინათ ის შემარგით, ოღონდ გადიგეთ კარი რა, გავიჭედეთ ჩვენ. გავიგეთ ალექსო. არ წახვიდეთ რა. ქალბატონო, წახვიდეთ უკვე. აიმე. მოკლედ თამუნა. გიო, მითხარი, მე გისმენ ერთი წუთი გაიმახსოვრე, კარებს გავაღებ. გიო, გისმენ, მე გისმენ. გაიგებს. ვაიმე. გიო, მე გისმენ. ის არის მოვიდა. ვაიმე, თამუნა გაგიჟდება. რო ფიქრობდა ხოლმე, რომ ის გოგო, რომელთანაც ხო ხვდებით, ეგ უფრო მახინჯი. მოვიდა. გამარჯობათ. გამარჯობა. თამო, შენთან საქმე მაქვს, ისეთ რაღაც უნდა გაჩვენო ტელეფონში, გაგიჟდები. მართლა? რა? 4865 სერიის დასასრული. უკაცრავად მე ვიმაიმუნე. გავაგრძელოთ. წამო სამზარეულოში გავიდეთ, ხო? თამუნა. გავაცანი ადამიანი. ვაიმე, ბოდიში რა სულელი ვარ. ესენი არიან ჩემი მეგობრები, ზურა და ქეთი. ეს ზურა და ეს ქეთია და როგორც არის და ეს არის ჩემი მეზობელი მაიკო. გაიცანით? ძალიან სასიამოვნოა მაიკო. სასიამოვნოა. წამო გავიდეთ, ხო? იცი რა? მოდი რაღაც უნდა მოგიყვე. ძალიან სასაცილო რაღაც უნდა მოგიყვე ამას მე და კეთი ვართ. ჩვენთან, ხო. და შემოდი სამ დროს შემოვიდა მამა შენი. მამა ჩემი. აი მე ვიცი რა უჟმური კაცია. უჟმური თავი გაბინდა. ეგრე არის ხო? იდიოტი ხარ სულ რა. აი, წამოდი რა. ესენი გააგრძელებენ და მაიკო, იცი რა არის, ანგარიშზე გამითავდა და დავრეკავ შენგან, ხო შეიძლება? კარგი რა სიცხვილია, ჩემიდან დარეკე, რა გჭირს შენ კიდე? მეც გამთავები ანგარიშზე. რაღაცა უნდა რომ ადამიანს მითხრას და დაგვაცხადეთ რა ერთი წამი. თამუნა. ასე მგონია რომ საუბრია აქ. აბა გავხტახარ და ჩემი შესაფერისი და ეგაც. კარგი რა მამუკა, კარგი რა. იქი მიხადა მაინც არ მომწოხარ იცოდე. მამუკა. ისე შენ ისეთ ცუდ დღეში გაგნებები. ჯობია ფსიქოლოგთან მიხო. მეორე თარფა ეგ სიტყვა მეორე თარფა. რატო ფსიქოლოგი ექიმი ხომ არ არის? ფსიქოლოგია ექიმია. აღარ თქვა მეორე თერკი გაუნება. და შეიძლება რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკებ მეტობრები და ჰაერი გეკრება ასე რომ ჩუმათიყავი რა. დიმიტრი. ისმენე. მობს მის გარდა შაძისგან გათავისუფლების სხვა არაფერს საშუალება არ არსებობს. სხვა საშუალება? კი, ჩაფსმა. ძალიან სასაცილოა რა. ისე სადაც 4 წლამდე, იქაც 40 წლამდე. დიმიტრი, მოგისმენე? რაც დღეს აქ მოხდება, იცოდე ჩვენ ამ ყველაფერს აქტოვებთ და არავის არაფერს არ მეუნებით. მე ჩამოვიდა მეუნებოდი. დიმიტრი, რაღაცა მოვიფიქრე. მოგისმენე ახლა. მათხოვე ეს ვაზა და თუ გინდა ერთი წუთი საერთოდ არ ვისუნთქებ, მოსულა? ერთი წუთი და საერთოდ ვერ არის სუნთქებ. ყველაფერი დამთავრდა მამუკა. ყველაფერი. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, დიდი მადლობა. ისე მანანას შვილის თვალნაირი ვერც იქნებოდა. აი მე დედა. ცუდად ვარ. ყველაფერი დამთავრდა. ხო, მართალი ხარ. ყველაფერი დამთავრდა. კი, აი, შენ უკვე გავთავდით კიდევაც და ისეთი შეგზება უკვე აღარ მივიდეთ. აი, ეხლა მომიჩვენა რომ კარი გაიღო და ზურას მეზობელი დგას. რატო დგას? კარი რატო მომედანდა ხო ერთია? მე ქვევით მივიდივარ თქვენც? რა ქვევით კაცო? სანამ მაიკო გეტყვის ჯობია რომ ხო ამბობდი, მე გითხრა. არა გიო, ჯერ მე ვეტყვი და მე შენ შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეს ამისი თქმა.
რა კარგი. წყალი. დედას. თანცივი წყალი. კაი წყალი ამ შვიდებს დაიღალეთ ანუ. რა ხდება ზურა ჩემს სახლში? ისი? გიორგი. გაიცანი. ასე ამბობ. კეთი. ზურა. ზურა. თამუნა. ასე ამბობ. მაიკო. და ვიღაც გოგო რომელიც მგონი საიდანაც მეცნობა. არა, ნეგატივა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. უბრალოდ დიდ ბოდის გიხდით. აი ეს ბიჭი უნდა ვცემა. მოდი აქ. მოიცადეთ ერთამი. მოსაკოლ მომსდევს თქვენ სახში არ მიზარშვებით? ერთი წუთით რა ხდება აქ ვერ გავიგე. არა, მომისმინეთ ძმა მე მესმის შეიძლება ეს იყოს დამნაშავე, მაგრამ ჩემი მეგობარია რა, ეხა ბოლო მოდია. კარგი. მოგიწერდა მაინც მაგრად. ადია შედა. ვაიმე, გამომართი. რა გოთე ხარ, რა გჭირს რა. მაიკო გესროლა, ვაიმე. რა მე და კეთი კიდევ ძალიან დიდხანს ვისროდით მაიკოს ტელეფონს აქეთით. ბოლოს როცა დავწმუნდით, რომ არც ერთი ნაწილი აღარ ქონდა მთელი, თავაზიანად მივაწოდეთ. მომაწოდეთ უნდა დაუბრუნო. აჰა, დაუბრუნე და ხო, კაი თამუნა, მე გავედი. ვაიმე, მაიკო ძალიან დიდი ბოდიში რა. ერთი წუთით ესეც მაგისია და ვაიმე, ბოდიში რა მაიკო. ძალიან წუხართ. მეც ბოდიში მე დაგაგდებინე და იქნებ გაკეთდეს. არა თამუნა, ტელეფონი აღარ გაკეთდება, მაგრამ აი ამ ნაწილებისგან შეიძლება სხვა რაღაც გამოვიდეს. რა? არაფერი აღარ გამოვა. და რაღაცის თქმა რო გინდოდა მაიკო. ხო, ეხლა ვეღარ გეტყვი, მაგრამ არ გეგონოს რომ აღარასოდეს აღარ გეტყვი. ვაიმე, რა უხერხულია მაიკო, მაპატიე. მაიკო არ ინერვიულო რა, მე გიყიდი ახალ ტელეფონს. ხო, გიყიდის მაიკო, აბა რა. შენს რა კარგ დროს მოხვედი. გადაგვარჩინე რა. ცაცვალი მომიხელი რა. მოიცა და ის ვინ იყო ის ბიჭი ლაშაო თუ რა? ვინ იყო? ეგ მე რა მოგიყვები სულ რა. აჰა. რა იყო? მამუკა, დამაცადე, მოიწმინე ცოტა ხანი და გამოვა მალე. რა ხდება ეს, რა ხმაიტო, მე ვარ ზურა, შენი ძმა. ტუალეტში ვარ და მალე გამოვოდკო. ვაიმე. გამომართ. მაინც შენი ბედი ყოფილა. მამას მეძახი? მადლობა მეთქი.